საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობები მწვავე განხილვის თემაა პოლიტიკურ პარტიებში. შეფასებები კეთდება როგორც გაფართოების ფორუმზე საქართველოს არ მიწვევაზე, ასევე ევროკომისიის ანგარიშზე, რომელიც დეკემბერში გამოქვეყნდება. ოპოზიცია მმართველ გუნდს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ გაფართოების ფორუმზე საქართველოს არ მიწვევა ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგია და მიიჩნევენ, რომ სანამ ქართული ოცნება იქნება მმართველობაში, ევროპული გაფართოება საქართველოსთვის არ იქნება. რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციის საკითხს, ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ქართველი ხალხისთვის უვიზო მიმოსვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და იმედს გამოთქვამენ, რომ ევროპელი პარტნიორები ქართული საზოგადოებისთვის ვიზა ლიბერალიზაციას არ შეეჩერებენ. მმართველი გუნდი კი ბრიუსელის ნაბიჯებს ქართველი ხალხის და ხელისუფლების დასჯის მცდელობას უწოდებს. გაფართოების ფორუმი ევროკომისიის ორგანიზებით ბრიუსელში 18 ნოემბერს გაიმართება. ფორუმს სლოგანით კავშირის სრულყოფა და ჩვენი მომავლის უზრუნველყოფა ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსიუმას მისწევს. ევროკომისიის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის გამო პოლიტიკური კონტაქტები შემცირებულია და ღონისძიებაზე ქვეყნის წარმომადგენლობა მიწვეული არ არის. ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველს ჰერჩინსკის განცხადებით, დეკემბერში ევროკომისია გამოაქვეყნებს ვიზა ლიბერალიზაციის ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც და ამ ანგარიშს გაუზიარებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. ევროპის პრაქტიკულად ყველა დედაქალაქი მოვიარე იმისთვის, რომ პარტნიორებს ვეხვეწოთ, რომ საქართველოს არ გააუქმონ უვიზო მიმოსვლა. მაშინ როცა რეჟიმი ახდენს დიქტატურის კონსოლიდაციას, რომ დაისაჯოს რეჟიმი და არ დაისაჯოთ საქართველოს მოქალაქე. მადლობა ღმერთს, რომ აღნიშნული გახდა შესაძლებელი პოლონეთის პრეზიდენტობის პირობებში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას არა საქართველოს ყველა მოქალაქეზე, ეგრეთ წოდებული ბლანკეტური წესით, ანუ რაც ყველაზე ვრცელდება. არამედ ეგრეთ წოდებული ტარგეტირებული, ანუ შერჩევითი წესით მხოლოდ რეჟიმის წევრებზე. ოპოზიციასთან, რომელიც ფიქრობს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, ანუ ვიზო რეჟიმის შეწყვეტა მათ წარდგებად, ჩვენ არანაირი საქმე არ გვაქვს და არანაირი შეხება არ გვაქვს. ჩვენთვის მთავარი არის, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რაც არის ქართველი ხალხის მონოპოლარი და არც ერთი პარტიის მონოპოლარი არ არის, შენარჩუნდეს. მას შემდეგ, რაც ეს საკითხი დადგა, ყველა პლატფორმას, განსაკუთრებით საერთაშორისო პლატფორმას ვიყენებთ იმისთვის და აქტიურად ვიმუშაობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რომ მათ დაუნდკიცოთ და აი ახლა სპასეს დელეგაციის ვიზიტის დროს ჩვენი მკვეთრი პოზიცია იყო, რომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შეუჩერდეს ქართულ ხალხს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ვაჭრობა ჰქონდა და მაინც არაფერი გამოვიდა, იმიტომ რომ ვიმსახურებდით და ამიტომ მოგწეს ის, რომ ვიზა ლიბერალიზაციას ვიმსახურებდით და 2017-ში ამიტომ მოგწეს. ეხლა თუ უნდა დასჯის მექანიზმად ეს გამოიყენონ, აქ წინ ვერავინ დაუდგება, მაგრამ რაც მთავარია, ამას ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, რომ უსამართლო მიდგომები, განცხადებები, ქმედებები არ ჭრის ქართულ საზოგადოებაზე. პირიქით უფრო ხდება მობილიზება, იმიტომ რომ უსამართლო განცხადებები და უსამართლო შეტევა ქართულ სახელმწიფო სუვერენიტეტზე პირიქით ამობილიზებს ქართულ საზოგადოებას იმისთვის, რომ დადგეს მყარად და დაიცვას თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი. ის ცვლილებები, რასაც იღებენ ევროკავშირში, ამჯერად განახლება უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის პროცედურების, ითვალისწინებს იმას, რომ ყოველგვარი სტატისტიკა უგულებელყონ, ის თუ მაგალითად რას აკეთებს ქვეყანა იმისთვის, რომ ევროკავშირი იყოს დაცული. თავარია ჩვენ მათ შორის საქართველოს საზოგადოებამაც იცოდეს, ვინ არის პასუხისგებლიანი აქტორი, ეს არის საქართველოს ხელისუფლება, რომელიც მუდმივად ცდილობს ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში იყოს დაცული ეს კრიტერიუმები. ამავე დროს საზოგადოება ხედავს, ვინ არის უპასუხისგებლო აქტორი, ის შიდა პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ, რომ ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხი აქციონ შიდა და პოლიტიკურ დაპირისპირების საგნად.